მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისევ Dead by Daylight-ით მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ მითამაში ეს თამაში, ვიდეოში ყოველ შემთხვევაში და პრინციპში ისედაც. გამოვიდა ახალი ივენთი, რომელიც არის კიდე 2-8-ზე, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 2 მანიაკი და იქნება კიდე 8 ადამიანი. მაგრამ ამ შემთხვევაში დაამოწეს რაღაცა სპეციფიკური რაღაცა ღონისძიებას დავით, რაც იმას ნიშნავს, რომ არის უკვე Resident Evil-ის პერსონაჟები, როგორებიც არის თუნდაც Nemesis-ი და ასევე Wesker-ი. რომელსაც ეთომღაც ქვია Mastermind-ი, ამას კიდე Nemesis-ი ქვია და კაია. მოკლედ, ეს მანიაკები მე რეალურად არ მაქვს და დანარჩენი კი მაქვს, ხა უმეტესობა აქედან, მაგრამ იმქედან გამომდინარე, რომ ეს ღონისძიება დაემატა, ესენი უფასოდ მისის ყველას. უფასოდ ოღონ დაახლოებით 14 დღის მანძილზე. ანუ მანამ სანამ გაგრძელდება ეს ღონისძიება და მე უკვე, რა თქმა უნდა, ამას წაგართმევა. შეგიძლია რომ level-up-ი გავუკეთო, ანუ აი შეხვიდე ხა ბლადებში და მოიმატო აქ level-ები, მაგრამ პერკები რაც აქვს ხა ამას, აი ხო იცი რომ 50 level-ზე რო აიყვან თუნდაც ნებისმიერ პერსონაჟს, ეგრევე პერკებს გაძლევს, რაც არის ამათი 3 პერკი, მაგრამ ნაყიდი რო არ გაქვს, მაგას სამწუხაროდ ვერ იზამ. ერთი პლუსი კიდე ისაა, რომ დაამოწეს ამაზე ფასდაკლება, ნუ Steam-ზეც არის ფასდაკლებული და ასევე პლუს კიდე თამაშიც არის ფასდაკლებული, მაგრამ ჯობია რომ პირდაპირ Steam-ზე იყიდო, იმიტომ რომ ეს ხა რო იყიდო ცალკე ეს Nemesis-ი, ამას უნდა რაღაცა $4-მდე. პლუს კიდე მე მგონი ჯილი არის ამასთან, იმას კიდე $4 დაჭირდება, მე კიდე სხვა პერსონაჟი არის, ანუ 2 ადამიანია და 1 მანიაკი არის მთლიან DLC-ში. და ჯამურად რაღაცა $12-მდე გამოგივა და მაგას ჯობია რომ პირდაპირ იყიდო DLC, რომელიც ღირს რაღაცა $6.50. მაგრამ ხო, ეხა ბევრი საუბრის გარეშე შევალ თამაში, თუ ოდესმე მოიძებნა თამაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი უნდა. ერთი თამაშებ Nemesis-ის და მეორე კიდე ვითამაშებ Wesker-ის, მიუხედავად კიდე იმისა, რომ Wesker-ით ფაქტიურად აი არც მითამაშია. მოკლედ, რა ვიცი, რამდენი ხანი წაიღო ხა ამ თამაშის პოვნა, მაგრამ ბოტები ყავს მაინც. არ ვიცი ეს game mode არის, რომელსაც არ თამაშობს ხალხი თუ რა ხდება, მაგრამ უჭირს ძალიან რომ აი მანიაკით თამაში იპოვო. და კიდე აი ეს ხოდაშორის Resident Evil-დან არის Herbie ეგრეთ წოდებული, ნუ Herbie ესე ქვია და თუ არ ეკითხება, მაგრამ მაინც. და რასაც შეიძლება არის ის რომ გიმატებს ისრაფეს როგორც მანიაკი, მაგრამ თუ ადამიანი ხარ, მაშინ kills. ხო რა, ანუ ბოტები არიან სულ. ყოველ თამაში 1-2 ბოტი მაინც უნდა იყოს, აი უჭველი. ამის ძალა კიდე ისაა, რომ აი იყენებს აი ამ tentacles, რაც ქვია მაგას და ერთხელ როცა დაარტყამ უკვე იწამლება ადამიანი, მეორე დრო დაარტყამ უკვე იჭრება და მესამე დრო დაარტყამ უკვე ვარდება. ასევე ამას ძალებიც აქვს კიდე როგორც ხედავთ აი ქვემოთ იქ მარცხენა კუთხეში 2 დაეწერა ეხა. აი ნახე ეხა წითლით შეივსო. ეგ იმას ნიშნავს რომ აი 3 level-ზე როცა გადავა უფრო მალე დაარტყამს და მალე ამოიღებს მაგას და კიდე შეიძლება რომ აი ეს დოსკებით რაც ქვია მას აი პალეტები მალე გატეხოს რა გატეხვა შეიძლება, იმიტომ რომ ერთ level-ზე ვერ ტეხავს. და ნუ ზოგადად აი არა მაგა თამაშები მე ამ მანიაკით არასოდეს აი ხო თამაშობ მეორედ. მე პირველი თამაში და მეთქი ბარემ ვიდეოს გადავიღებ ხო და ბარემ კიდევ ვაკეთებ მაგას და საინტერესო მანიაკია, სულ მინდოდა, მაგრამ $6.50 გადახდა ამ მანიაკში, მგონია რაღაცა სისულელი. მაგრამ ნუ აი ნახე ეგ ერთი ძალიან მაგარი აქვს. ეხა 1-4-ზე არ ვიცი როგორ იქნება ცოტა ძლიერ ადამიანებთან, მაგრამ მაინც. და კიდე რა უნდა მეთქვა? ხო, ესე იგი თუთი ყუშები რანერებს მიშლიან და კიდე იმას გეტყვით რა არ ვიღებ ეხა მაფიას, როცა მაფიას უნდა ვიღებ და წესით. აი ერთი ძალიან კაი მაიკა მქონდა მოგრემკლავიანი, სტაფილოსფერი და თუ ძველი არხიდან მიცნობთ, მე გეცნობათ ალბათ ეგეც. იმიტომ რომ მანქანების შეკრების დროს ეგ მეცვა და ნუ კარგად ჩანდა რა მაგ მომენტში. მაგრამ დედაჩემმა გადაწყვიტა რომ მოდი თუთი ყუშებს გადავაფარებო მაგასო, რომ ცოტა ხანი გაჩვენებული ვიყან და დაახლოებით 2 დღეში აი 3 level-ზე გადავედი. მაგ თუთი ყუშებს ფაქტიურად ქონდა შეჭმული ეგ მაიკა. და როგორ ეხა? თავიდან დედაჩემს ეგონა რომ ვითომ სადგახიაო ეგ მაიკაო, იმიტომ რომ მთელი მაიკა იყო და არაფერი არ ჭირდა საერთოდ. მე რომ მანახა რაღაცა ხრელი ქონდა და დავფიქრდი, ანუ მეთქი დიდი ვარაუდით ან შემთხვევით შენ გააკეთე ეგ თქო, ან კიდე არ ვიცი, მე არ გამიხევია, იმიტომ რომ ერთხელ მეცვა თქო და მე კიდე დავფიქრდი მეორეჯერ და მეთქი თუთი ყუშებმა ხო არ გააკეთეს თქო და რო უთხარ ეგ დედაჩემს, მე თქვა რომ დიდი ვარაუდით ხო თუთი ყუშებმა მქნესო და ნუ მოკლედ გამოშჭირეთ ეს რო ვთქვათ ორივე ძალიან. და პირველი შემთხვევა არ არის, იმიტომ რომ სხვა დროსაც კიდე რაღაცა ტანსაცმელი რო გადავაფარე მაგ თუთი ყუშებს, ეგენი მაგას უყურებენ როგორც აი სათამაშო და ფაქტიურად ჭამენ. და საჭმელი კიდე ხა ვიცი რომ რაღაცა იტყვის ეგეც, ვითომ არ აჭმევო, მაგრამ საჭმელი აქვს ძალიან ბევრი. ფაქტიურად სულ ვაჭმევთ რა ყოველ წუთში. მაგრამ
არ ვიცი, მოусვენები არიან. ლაპარაკით ეგენი ლაპარაკობენ, აყვანა თუ მოგინდა არ ჩერდებიან და არ ვიცი როგორი შინაურებთ თქვენ თუ ვიღაცას გყავთ, მაგრამ ესენი ეგეთები არ არიან. ხო და გუშინ კიდე კატა მყავდა შემოყვანილი ქუჩიდან, იმიტომ რომ იცით უკვე მე მგონი ძალიან ბევრმა, მით უმეტეს ჩემი თავად ერთხელ ვიდეოებს თუ უყურებს ვიღაცები, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში კატა არის ერთი კარა ძალიან ბევრი არის პრინციპში, ქუჩის კატები არიან და შემომყავს აქ ეს მოწეული აქ რამე თუ რა ხდება. რომ ვაჭამო, მოვეფერო და ასე შემდეგ. ხო და გუშინ ვინდოდა გაგდება ახლა საღამოს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც არ ვაგდებ და მთელი ღამე ფაქტიურად შეიძლება დავიტოვო ეკატა, იმიტომ რომ ან წინავს და მენანება გაგდება, ან მავიწყდება სავით. მაგრამ მქონდა გუშინ ფიქრები, რომ ეს კი გავაგდებ ახლა რაღაც არ ქნას თქო, მაინც ხვდებით, იმიტომ რომ მე მაგის დაფსმულის აღება და რაღაცა არც ისე მარტივი არის. და მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა გაგდება, მაინც დავიტოვე. და დაახლოებით დღეს 6 საათზე, დილის 6 საათზე რაღაც ფხაკურის ხმა მესმის და ვფიქრობ მეთქი რაჯანდაბაა ეს თქო და მე გამახსენდა რომ თურმე კატა არ გამიგდია. იმიტომ რომ დავიტოვე ეძინა სკამზე და არ მეგონა თუ რაღაცა ზიზამდა. წამოვიდე კი უცებ და დავიწყე იმ ადგილზე ხელების ფათური ესე რომ თქვა, სადაც ხმა გავიგონე და სადაც კატა რაღაცას მალავდა. და ეგრევე მივხვდი რომ მეთქი ამას ეხა კაი არ უქნი არაფერი თქო და კიდე დავიწყე ფათური უფრო მეტი, ანუ სხვადასხვა ადგილებში. მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი. ხო და გავანებესავი თავი, მაგრამ მე კიდე შევამოწმე რომ მეთქი ჯობია რომ ბარემ 100%-ით დავრწმუნდე თქო. და რაღაცა წვეთებივით იმომედო ხელზე. ხო და საწავიდე ეს. ეს ხო არის. ეს ხა დამიწყებს რომ მატუნელებ შენო და რაღაცა სულელები, მაგრამ რა შვაშია ეგ. ნახე ხა? ეგ არის. ხო და მე კიდე გადავწიე საბანი რაღაცა გადავამოწმე და აღმოჩნდა ის რომ ქონია ამ კატას დაფსმული ფაქტიურად თელ ლოგინზე და კიდე ჩემზეც. მაგრამ ისე ქონდა გადამალული ესე რომ ვთქვათ რომ კარგად არ ჩანდა რა ესე ანუ თავისი საქმე გააკეთა როგორც მაგას ჩვევია კატებს ზოგადად და ძაღლების მალავენ მაგას და ზოგადად ყველა ცხოველი მალავს მე მგონი. და საბანი ფაქტიურად ნახევრად სველი იყო, რაზეც მე ვწევარ კიდე ეგეც ასე თუ ისე ოდნავ სველი იყო, მაგრამ კიდე კაი რომ ბევრი მაგაზი არ გადმოვიდა, იმიტომ რომ ეგ არ ირეცხებოდა და საშინელება ექნებოდა რა. ხო და ეგ არის და ეგ დღეს კიდე ეხა რომ გავრეცხე ეგ ადიელა, მე რა გავერცხე და შემოგარეცხა და მე მითხრა რომ გამოიღეო, ხო და როცა ვიღებდი როგორც ჩანს საერცხო მანქანა მე ადიელა თუ საბანეთ რაც არის მოგეთ კარგად არ გააშრო და გამოღების დროს კიდე ვაფშე დასველდა ყველაფერი. მაგრამ საბედნიეროდ მოვასწარე გადაკიდება და არ გაფუჭებულა არაფერი იმდენად ხო ხდებით. არ ვიცი ეგ ამბები იყო რა, იმედია კარგად დავხსენი და თორე მიჭირს ახლა თამაშის პროცესში რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც. იმედია გასაგები იყო. ხო და ეხლა მაფიას კიდე რატო არ ვიღებ და რა ხდება მაგასთან დაკავშირებით? ვაფშე ჩემი ეს დაკიდებული ვინმე ყავს? 3 კაცი და 3-დან კიდე 1 ჩემი დახმარებით დაკიდა. ეს რას აკეთებს? არა და მეგონა რომ პალეცაც გადახავდა და პლუს კიდე იმას დაარტყმდა, მაგრამ ეგ არაფერი, ეგ არ აუშავს. თავარი რომ ჯერჯერობით მე მგონი მაინც ვიგებთ. თან მალეთ ეხავს, თან კიდე მოძრაობა შეუძლია და არ ჩერდება გადახვის პროცესში. მოკლედ, მე რო გადავაყენე Windows-ი, ზოგადად ვინც არ იცით, ალბათ 5 წლის წინ იყო ესეთი იუთუბერი Gaming PC ერქვა მე მგონი. ხო და Gaming PC-ის ჰქონდა რაღაცა ბიფი პროვოკატორთან, მოკლედ ახლა პატარები იქნებით შეიძლება ძალიან ბევრი და მაგ დროს ალბათ კიდე უფრო პატარები იქნებოდეთ, ამიტომაც შეიძლება არ იცოდეთ. მაგრამ მაგ ადამიანს ჰქონდა რაღაცა ვიდეო კარტებზე, ვიდეო აპარატებზე, რაღაცა ვიდეოები და ერთი ვიდეო გააკეთა კიდე მაგან, სადაც ლაპარაკობდა Windows-ის გადაყენებაზე. უყურე მე მაგ ვიდეოს, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ყოველთვის ვიღაცაზე დამერეკა, იმისათვის რომ მოდი ახლა Windows-ი გადამიყენე, ან რაღაცა წავიღებ მე კომპიუტერს, იქ კიდე ვიღაცა გადამიყენებს Windows, ვიღაცა მოხუცი კაცი იქნება და პლუს კიდე Windows-ს როცა აყენებენ, არ ვიცი თუ ნაკვირდები თუ არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რაღაცა პროგრამა თითქმის ყოველთვის არის ჩაწერილი მაგ Windows-ზე, რაც არაფერი კავშირი არა არაფერთან. ამას წინ მე რო ახალი ნაყიდი მქონდა რა ლეპტოპი იმ პერიოდში და აზრი არ ვიყავი მე-11 თაობის ლეპტოპზე როგორ უნდა დამეყენებინა Windows-ი, იმიტომ რომ განსხვავებული არის საკმაოდ. ამარა გააკეთე ახლა.
ხო და ვერაფერი ვერ გავიგე YouTube-ზე კიდევ ცადე რაღაცების შესვლა ეს ის, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გავიგე და გავანებით ავიდა ვთქვი რომ მეთქი რაღაც მე ვერ ვაყენებ, მოდი მაშინ წავიღებ ხა მე პროფესიონალთან და ის გადააყენებს თქო. მივიტანე ერთთან, იმანაც კიდევ ვერაფერი ვერ გაიგო, ამას სხვა პროგრამები ჭირდება, ეგ მე არ ამოხსო. მე მივიტანე კიდევ სხვასთან, იმან რაღაცნაირად გადააყენა. მაგრამ Windows-ი როცა დააყენდა, desktop-ზე იყო რაღაცა ორი პროგრამა, რომელსაც ეხადა კამერა. ხო და ეხა არ ვიცი მე ეგ მაგ კამერით თვითონ მე მიყურებდა თუ რას აკეთებდა, ან უბრალოდ თვალთვალი უნდა და რაღაცა მსგავსი, მაგრამ არ მომეწონა რა. ხო და მაგიტო ვიწვალე და გადავაყენე ჩემი Windows-ი. და gaming PC-ზე კიდე რაც თქვი, ის თქვი რომ მაგარო ვიდეო გააკეთა დაახლოებით მე მგონი 5 წლის წინ, მაგ ვიდეოს დახმარებით კი ვისწავლეთ როგორ უნდა დამეყენებინა Windows 10 და კიდე რაღაცა პროგრამების გადმოწერია მაგ ადამიანმა, იმიტომ რომ ვიდეო ქონდა რაღაცა. და იმით ვაყენებდი ძველ კომპიუტერზე, მაგრამ ეს ახალი რაც ვიყიდე, ამაზე ეგ ხან მუშაობდა, ხან არ მუშაობდა. და იყო Windows 10. და გუშინ კიდევ ცადე, მე მგონი ძალიან არეგულად ხსნე, მაგრამ მაინც გუშინ კიდევ ცადე რომ წამეშალა ეგ 5 წლის წინ ჩაწერილი Windows 10 და ჩამენაცვლებინა Windows 11-ით. იმიტომ რომ მაინც Windows 11-ით პირდაპირ Windows 11 ჩაწერ, ეგ უფრო უკეთესი არის ვიდრე 5 წლის წინ გადმოწერილი პროგრამას რო ჩაწერ Windows 10-ისა და მერე კიდე პლუს განახლებებს და რაღაცებს რო დავუმატებ, მოხდებით რა. მირჩევნია პირდაპირ ახალი იყოს და პირდაპირ გაახლებული. მაგაზე კიდე ცალკე წვალება დამჭირდა, რაღაცა 2 საათნახევარი მაგას ვეჩაილჩებოდი. მერე კიდე ეგ რო დავაყენე, ანუ Windows-ის პროგრამები რო ჩავწერე ჩიპზე, ისე აღმოჩნდა რომ ანუ დისკის როგორ გითხრათ, აი დისკებს არ კითხულობდა, ანუ ხო არის ეგ C დისკი და D დისკი. და Windows-ის დაყენების დროს ის მხოლოდ კითხულობდა ჩემს ჩიპს, რომელიც არის 8 გიგაბაიტიანი და ეხლა მაგაზე ხო Windows-ს ჩავწერდი და მაგაზე კიდე მომიწია მე რომ აი 1 საათი მეყურებინა მინდუელებზე და მაგნის დახმარებით გამეგო თუ როგორ უნდა დამეყენებინა C დისკი და D დისკი. და საბოლოოდ გამოვიდა და დავაყენე. ანუ ჭედავდა რა ის ძველი Windows 10-ის პროგრამები. და მაგიტომ მინდოდა რომ ბარემ შევცვლი Windows 11-ზე თქო. ნუ არ ვიცი მოკლედ ეგ არის და ეგ რა. ბევრი ახლა რო ვლაპარაკობ, თან კიდე ძალიან უაზროდ, იმიტომ რომ არც ვიცი ახლა თქვენ იგებ თუ არა რაღაცას, იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ ძალიან გაუგებრად. რთულია რა არის სიტყვით. ხო და ჭედავდა ძალიან Mafia-ც, ჭედავდა ძალიან Fortnite-იც, როცა ცადე გადაღება, Mafia კიდე საერთოდ არც ირთვებოდა და მომიწია რომ დამეყენებინა ახალი Windows-ი. ეხლა კიდე გადმოვწერ მაგ Mafia-ს ან ხვალ ან ზეგ, არ ვიცი. და ვეცდები რომ ეგეც მალე გადავიღო. მოკლედ ისტორიები მორჩა, მეტი მე მგონი მოსაყოლი არის არაფერი არ მაქვს. რანაირად დავაცილე ხა, კაი რა. ეს მუჭის დარტყმაც საინტერესო არის ძალიან. და ხო რა, ერთი სიტყვით იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა გაიგეთ. ეხლა ჩემ მონაყოლიდან და მართლა დებილივით არ ამეხსნია რაღაცა. დარჩა მხოლოდ ერთი კაცი. არა, 3 დარჩა. მაგრამ იმედია რომ ეგ არ უშველის არავის. რამდენი ვილაპარაკე მართლა ხო არ გადავ. და 2 ბოტია. რაღაც ხმა. ვეთქი რა ხმები მესმის. კარგი, ნუ ის იმას მისდევს, ჰეჩი კიდე გაჩნდა აგერ. თუ ორსტები ჩნდება 4-იან 3 ჰეჩი, რამდენი ადამიანიც არის, ან შეიძლება 2 გაჩნდეს, არ ვიცი. მაგრამ კარები არის 3 ეგ ვიცი ზუსტად. იმიტომ რომ ეხა 2 რო იყოს, მაშინ დადგება ერთი მანიაკი მეორესთან, მეორე პირველთან და ჩაკეტავენ ყველაფერს. ამიტომაც არის 3 კარი. აგერ კიდე ერთი ჰეჩია. და კიდე ერთი უნდა იყოს რაღაცა. და მე უკვე შეგვიძლია რომ მოვძებნოთ ჩვენ ეგ ბოლო ტიპი. წესით მე მგონი მორჩა. ხო ეგ არის. ეხლა უნდა გააღოს კარები. ერთი აქ არის, მეორე კიდე იქ არის და წესით იმან უნდა უყუროს და აქ რას აკეთებს.
კაი ჩვენ წავიდეთ მაშინ. აუ ეხა კიდე ნერვები მეშლება იმაზე რომ იმ ფაქტზე ესე რომ ვთქვათ რომ რაღაცა ისტორიები მოყვებით სუდად. მით უმეტეს აი Windows სისტემაზე. ნახა, კაია. ნუ მარტივად რომ რიქეპი გავუკეთო მაგას, მაგ ამბავს მთლიანად. კიდია მეორე. მეგონა რომ მორჩა. ყოველ შემთხვევაში აქ არა. ხო და რიქეპი რო გავუკეთო, ყველაფერი ჭედავდა, არაფერი არ ვარგოდა საერთოდ. ის ძველი დრაივერების გამოცვალა დრაივერებიც Windows-ის რაღაცას გავაკეთე ახალი და ეხლა კიდე აღენია ახალი Windows-ი. ჯერჯერობით მხოლოდ Dead by Daylight მაქვს გამოწერილი და არ მიცდი ეს ვთამაშები, მაგრამ მალე ვეცდები როგორიც ვცადო. და ნახე რამხელა არის Nemesis-ი, აი თლიან ეკრანს ფარავს. ვიცი რომ კიდე 2 მილიონი მაქვს ეს ქულები, ამათი დახარჯვა მეზარებად ძალიან. ნუ საბოლოოდ ვიპოვეთ ახალი მატჩი და მე მგონი ორივე ვესკერი ვართ თუ არა ის ლეგენდარი კიდე რომელიც ნუ იგივე მანიაკი რა წინაზე იყო და ვეცდები რომ ამ შემთხვევაში იმდენი არ ვილაპარაკო სხვადასხვა კიდე ვესკერით არასოდეს არ მითამაშია აი მართლა და აზრზე არა ვარ როგორ მუშაობს ან ამის ability ან ამის რაღაცა ძალები და ასე შემდეგ მაგრამ ნუ თქვენთან ერთად ესე რომ ვთქვათ ვისწავლე ალბათ ხო და წინა თამაში კიდე იმდენი ვილაპარაკე, ახლა ვეცდები რომ გავჩვენდე და შედარებით უფრო დიდი ყურადღება გავამახვილო თამაშზე, თორე მე მგონი არც ისე კაი იყო იმდენი საუბარი. ერთი ის ვიცი რომ ესე მიდიხარ და ძალიან მაგრა გაჭედა ახლა და აზე რა ორეს როგორ დავაგდეთ, მაგრამ თავარია რომ დავაგდეთ. შეცვლით როგორც ვიცი, ანუ ამ 2-8-ზე არაფერი არ შეცვლილა, ფაქტობრივად იგივე არის რაც იყო. ერთი აქ დავინახე, მაგრამ მე კიდე ხა? აგერა ხა. ახალი ზმანები დაამატეს, ერთი AIDA-ზე არის. უფრო ეცადეს რომ დაემატებინათ აუ შემთხვევით ამეჭრე ხელი. აი კლასიკური Resident Evil-ების სტილები. Resident Evil 5-დან დაამატეს შევა კი არა და რა ქვია იმას ჯილი. 4-დან დაამატეს ზმანი AIDA-ზე და ეგეთები რა. კიდე დაამონდეს მე მგონი ორიგინალი Resident Evil 3-დან Nemesis-ის სკინი და კიდე პლუს ვესკერზე. ნუ ეგენი ძალიან ძვირები ყირს და ეხლა მე რა თქმა უნდა მაგას კიდევ არ ვაპირებ. რომ მქონდეს ეხლა გადასაყრელი ადომაც არა, მაგრამ მირჩევნია რომ ავიცი $12 გადახდას რაღაცა ზმანში, თამაში ვიყიდო და ჯერ ერთი რომ უფრო დიდი ხანი გავმადგებო და მეც უფრო ვიხალესებ, თან პლუს კიდე შეიძლება მაგ თამაშზე მე არ მიდევება და ვიყო რაღაცა მსგავსი. თუ გინდათ კიდე რაღაცა ისტორიას მოგიყვებით, იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობ ახლა მაინც და აი მეგირს აფაქტიურად, იმიტომ რომ ვთამაშობ მაფიაში ისეთი თემაა რომ სულ მიწევს რაღაცების თარგმნა. აქ კიდე შემიძლია ვილაპარაკო ძალიან ბევრი. იმიტომ რომ აუ კაი რა. გადასათარგმნი და რაღაცა არა მაქვს. მე მგონი ჩემი ძალის დახმარებით ახლა შემიძლია რომ გადავახტე მაგ პალეტს, მაგრამ იყო შანდაბას. გუშინ მე მგონი 10 საათი იქნებოდა დავიწყე კვერცხის მოყარშვა წინასწარ რა მეთქი ჯერჯერობით არ მშია მაგრამ სანამ ეს მოიხარშება მე მომშვიდებოდქო და Windows რო ვაყენებდი თან გუშინ საღამოს აი სულ გადამავიწყე რომ კვერცხი მქონდა მოსახარშად ჩადგმული და მე მგონი 2 საათი იხარშებოდა რომ მივედი და ეს ყვითელი არის და ეს აშვება არ ვიცი ესეც სიჩქარისთვის არის რომ მივედი და ვნახე რომ მეთქი რა შვება აბა ჩემი კვერცხი თქო ფაქტიურად წყალი აღარ იყო კვერცხში. კვერცხი იყო მოსახარშად დადგმული, მაგრამ შემწვარი გამოვიდა ესე რომ თქვათ. ტაფაზე რა, მაშინ. რა თქვია რა იმას. კაი, შემიძლია გადავახტე, ხა მოდი ვცადოთ, იმიტომ რომ არ მისწია არასოდეს და რატომღაც ვერ გააკეთა სვლა. არა და ორი მქონდა კიდე დარჩენილი. ეს კაი რაღაცა ქნეს ისე რომ აი უფასო არის ეს მანიაკები. ისინი რომელიც ნუ არა მაქვს მე და ბევრს არ აქვს კიდე ეს მანიაკები, იმიტომ რომ ძვირი არის ძალიან. და უფასოდ კიდე ამათი ეხება არ გამოდის არანაირად. მოდი ეგოთ დავიჭერ ამას. წესით? ხო, ბოლტებზე გამახსენდა კიდე ეგეც უნდა მეთქვა, მაგრამ იმიტომ რომ ეს ბოტი არის, ხა ვისაც მივსდევ.
ესე იგი, რაც ხდება ახლა აქ? იმ შემთხვევაში თუ შეიკრიბა, თუნდაც ხوارი ხა მთლიანად ჯამში 10 ადამიანი, აი რა. 10 ადამიანი ხომ უნდა იყოს, იმიტომ რომ 2-8-ზე. და თუ შეიკრიბა 8 ადამიანი და 8-ვემ ესე იგი ეგრევე დააჭირა ready აქვს, რომ ანუ მზად არიან თამაშისთვის, მერე ავტომატურად ფაქტიურად თამაში აუსებს მაგ 2 ადამიანს ბოტებით, რომ ესე იგი იმ 8 ადამიანს კიდე მოწდა არ დაჭირდეს ძალიან დიდი ხანი. მე მგონი იგივე ლოგიკა არის, რაც თამაშობს Fortnite-ში. იქ ხო 100 ადამიანია და მე მგონი რომ შეიძლება უკვე 80-70 კაცით მთლიანი ლობი ბოტებს ამატებს იმისათვის რომ ვინც არის ეგ 80 ადამიანი იმან დიდი ხანი არ მოიცადოს იმისათვის რომ აი 20 კიდე დაემატოს თავიდან. რაც რავია, რამდენად კაია არ ვიცი. მაგრამ ერთ იმას გეტყვით რომ ბოტები გენერატორებს მაინც აკეთებენ და ადამიანები, ანუ ვინც რეალური მოთამაშე არის, ეგენი არ იკლავენ მაგის თავს. ნუ დიდად ყოველ შემთხვევაში. იმანაც დააგდუერთი, რაც ძალიან კაი არის. ხო და მართლა თუ ორსები ქარმით ქუთაისი ქვია ჩვენ ჯგუფს, ჩვენს რა მე არა ვარ მანდ ადმინი და არაფერი. მაგრამ ვინც მოგალწერენ რა ხო ხდებით ახლა იმას დაკავშირებით როდის იქნება მანქანების შეკრება და თქვენს რომ სტიკერი გავაკეთეთო და მალე ვეცდებით რომ კიდე დავპოსტოთ შეკრებაზე რაღაცა ინფორმაციაო. ხო და თუ გააკეთეს რაღაცა შეკრება და მარტო მუსტანგები არ იქნენ მაგ შეკრებაზე, ვეცდები რომ მე წავიდე და თან კიდე გადავიღო რა თქმა უნდა. და იმედია კორვეტიც იქნება და იმედია რომ კიდე ისეთი კარგი იქნება როგორც ნუ წინა შეკრება იყო. ვინც რა თქმა უნდა ნახა ეგ. ძიმე კაცი ქვია რა თქმა უნდა კიდე ჩემს არხს, ვინც ეს არხი იცის და ის არხი არ იცის, ანუ მთავარი. და იქ უფრო in real life content ვდებ, ანუ რაც შეეხება თუნდაც vlogებს, მანქანებს, ვარჯიშს და შემდეგ. ბიჭო, არა და ძალიან ბევრი არიან დარჩენილი, მაგრამ საით არიან? აქ წეხან იყო ჩემიანი და არ მგონია რომ ვინმე არის. აბა ის რატომ მოვიდა აქ, ანუ რა გააკეთა ვითომ? აი, მოდი ესე ვქნათ. აუ, რამ ხელაზე გადამოვიდა. მე მგონი ჯობია რომ ამას ძალის გარეშე გავაკიდე და mind game-ების დახმარებით თუ მოვუგებ და მე მგონი მოვუგებ. დრო არ ექნება რომ მივიდეს იქამდე, ეგ არის ხო? კიდე უნდა მეხარჯე მე მგონი მე ის blood point-ები, იმიტომ რომ 2 მილიონი მაქვს და 2 მილიონზე კიდე კეტავს და მაგის იქეთ უკვე ვეღარ აიღებ. მაგრამ უნდა დაამოდოს Dead by Daylight მაინც რაღაც ისეთი რომ მე მგონი თამაში გამოსული არის უკვე 8 წელი არის ან 9 წელი არის. მე დავიწყე ამის თამაში 2017 წელს, მაშინ პატარა ვიყავი და მის მერე ასე თუ ისე თამაშობ. ეხლა 2 წლიანი შესვენება მქონდა აღებული, მაგრამ მაინც. და კიდე არ დავმოტებიათ ის, რომ თუ ვიღაცას ბევრი ქულები აქვს ძალიან, ანუ ეგ blood point-ები, რომ როგორმე შეეძლოს ეგრევე დახარჯო რა. ანუ წარმოიდგინე იმის მაგალითად რომ გაიარო 50 სხვადასხვა ლეველი, ერთ რაღაცას უცებ დააჭერ ხელს და დაიხარჯება ყველა blood point-ი, ლეველებიც კიდე მოგემატება ავტომატურად. აი ეს გაიყო ახლა. და ნუ ვიღაცა ნახა კიდე. და ნუ დროსაც არ დახარჯავ, იმიტომ რომ 50 ლეველზე აყვანა და მე კიდე 2 მილიონი blood point-ის დახარჯოს, რაღაცა მოითხოვს 20 წუთს, ან შეიძლება მეცაც კიდე. და ბევრჯერ კიდე უთხრა ხალხმა Dead by Daylight-ს რომ დაამატეთო, მაგრამ არ ამატებენ და რა ვიცი. ეს თამაშიც მე მგონი მოვიგეთ. მაგრამ რამდენს ლაპარაკობ ბიჭო, აი ამდენი ცხოვრება შემილაპარაკია და მე ამდენი საუბრის შემდეგ თავმტკივა ხოლმე მთელი დღე. იმიტომ რომ მიჩვეული არა ვარ და აზრი აღარ აქვს. მაგრამ არა, მე მგონი ვაგებთ სხვა შორის. იქ ჯერ არ უნდა რა ემკარებთან რაც კაი არის, მაგრამ აუ ვერ გადაახტა. მესამე აღარ მქონდა და მაგიტო. მაგრამ ამათ კიდე პერკები აქვს რისი დახმარებითაც, აი გატეხილ პალეტებსაც კი აკეთებენ. საცავიდა. ხო და რომს აუ რამ ხელაზე ხდება. რომს სადო ამის გატეხვა შეიძლება კიდე გააკეთონ მე და აზრი არა აქვს, მაგრამ მიწევს ხა გატეხოს ხანერა და ამას ვერ დავიჭერ შანსი არა. მაგრამ კარგად თამაშობს ხოდა შორის, ამას ვაღიარებ.
აუ, რამხელაზე მაგდებს, ბიჭო, აი ამას რო ვაკონტროლებდე მაინც მე რაღაცნაირად. მე კიდე გეუბნებდი ხო პირველად თამაშობ და ასე თუ ისე მებოტიება სავით. კიდე უკან წავიდა? არა. იმედია მოკვდა ეს. და იმას მე რამენერე დავიჭერ. გააღეს უკვე ესე მალე? ვა. მაგრამ შეიძლება ის რომ არა გაიქცა. ანუ ისეთი თემა არის რომ თუ კარებთან თუ გაჩერდებიან, შემიძლია რომ დავიჭირო და დაგდების მაგრად პირდაპირ ზურგზე შევისვა და მე ზურგზე რომ შეისვა, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაკიდებ და მარტივი არის რა. ნუ ეგ არის და ეგ. დღეისათვის სულ ეს იყო. მიუხედავად ამდენი საუბრისა, იმედია რომ ვიდეო მაინც მოგეწონა და იმედია რომ კიდე ისტორიები რაც მოვუყევი რაღაცები მაინც გაიგეთ. და თლად მართლა იდიოტი არ გამოსულა და თლად იდიოტივით არ მილაპარაკია და არ მიხსნია ეგენი. ეხლა წავედი, წარმატები ყველას და დროებით.